იღუმენი ნიკონი, სიკვდილი, წერილი მეათე. ძალიან მწუხარ თქვენ ოჯახში მომხდარი ცვლილებების გამო. გზავნი და წარმავალნი ვართ ამ ქვეყნად. აქ არაფერია მტკიცე. ამ მძიმე დროს აუცილებლად ოჯახთან ერთად უნდა იყოთ. უნდა დაეხმაროთ. ყველა დავალება უტრდვინველად შეასრულოთ. სიყვარული უჩვენოთ. სიყვარული ყველაზე მაღლა დგას, ყოველ ღვაწლზე მაღლა. მერე როცა ყველაფერი მოეწყობა, შეგიძლიათ საკუთარ თავზეც იფიქროთ. იქნებ ჩვენთან შემოვლაც მოახერხოთ. ოღონდ წინასწარ დამირეკეთ, რომ ტყუილად არ ჩამოხვიდეთ. მარხვაში მოსკოვში ჩამოსვლას ვაპირებ, მაგრამ როდის არ ვიცი. ძალიან თანაგიგრძნობ და ყველანაირად გისურვებთ, რომ თქვენთვის ყველაფერი კარგად მოეწყოს. უფალი ყველგან არის და მათ, ვინც მას ეძიებს, არასდროს ტოვებს თავისი განსაკუთრებული განგებულების გარეშე. უფალმა დაგიცვა და წარმართოს თქვენი და მთელი თქვენი ოჯახის ცხონება. ძვირფასო მრევლო, თითქმის 15 წელი ვიმსახურე ამ ტაძარში, ქალაქ გჟატსკში. უეჭველია, რომ ვიღაცას ვაწყენინ. ბევრი ალბათ უკმაყოფილოც მყავს. ახლა კი მარადიულობაში გადასვლა მომელის და კუბოს ფიცართან მდგარი ყველასგან შენდობას ვითხოვ. მე თვითონ კი ძალიან კმაყოფილი ვარ მრევლის ყველა წევრით. მრავალმა მიჩვენა გულწრფელი სიყვარული. მადლობას გწირავთ ყველას, ვისაც უყვარდი და არ უყვარდი. მადლობას გიხდით და გულწრფელად ვითხოვ მოტევებას. მიწამდე ქედს გიხრით, შემინდეთ ქრისტეს გულისათვის. ცუდად გამიხსენებთ. ვინც შეძლებ, იშვიათად მაინც ილოცეთ თქვენი ცოდვილი მგლის სულის განსვენებისათვის. მთელი ცხოვრების მანძილზე სულითა და გულით ვცდილობდი სორგზაზე დამეყენებინეთ. უმეტესობას არ ესმის ქრისტიანობა. ზოგიერთმა გაიგო, რომ თავარია თავს აიძულებდე ქრისტეს მცნებების შესრულებას, ნანობდე საკუთარ ნაკლოვანებებს და მცნებების დარღვევას. სულ მუდამ ნანობდე, თავს ღვთისასუფლებლისთვის უღირსად თვლიდე. მეზვერის მსგავსად ევედრებოდე უფალს, ღმერთო, მილხინე ცოდვილს ამას. აი ჩემი მომაკვდავის მცნება, შეინანეთ მეზვერესავით ცოდვილებად, შერაცხეთ თავი, ღვთის წყალობა ითხოვეთ და გებრალებოდეთ ერთმანეთი. ხოლო თუ ვინმე თქვენთაგანმა მაწყენინა, ვისაც სამართლიანა თუ უსამართლო ვსულდი, ასეთებიც იყვნენ. შეუდოს უფალმა, ძალიან მთხოვ ყველას ძვირფასა და მახლობელს, მტკიცეთ იდგეს მართლმადიდებლურ ქრისტიანულ სარწმუნოებაზე. სიკვდილამდე მთელი თავისი ძალისხმევა საკუთარი სულის ცხონებისაკენ მიმართოს, სახარების მცნებების შესრულებისა და ხშირი არანაკლებ წელიწადში ერთხელ აღსარებითა და ზიარებით. მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე უმძიმეს გარემოებებსა და სასტიკ განსასწელში ნუ გეშ მხოლოდ უფალი ესო ქრისტეს რწმენასა და ლოცვაში პოვებდი. გთხოვთ, გიყვარდეთ და გებრალებოდეთ ერთმანეთი, შეეწიოთ ურთიერთს შვინიერ თუ სულიერ გასაჭირში, სადაც მშვიდობა და სიყვარულია. იქაა ღმერთი, იქაა ცხონება და სიხარული, მტრობა და შური კი ეშმაკისგანა. გულწრფელად შევთხოვ უფალს, რომ შეგინდოთ, განსწავლოთ და გაცხოვნოთ. კურთხება ღვთისა იყავთ თქვენ ყოველთა თანა უკუნისამდე. მომიხსენეთ მე ცოდვილი. ამინ. 1963 წლის 22 აგვისტო. ცხონდით.